გამარჯობა ძვირფასო მაყურებლებო. ახლა მინდა შემოგთავაზოთ ვიდეო eBay-ზე. ესე იგი eBay-დან როგორ დავიბრუნოთ ჩვენი თანხა იმ შემთხვევაში, როდესაც არ ჩამოდის ჩვენი გამოწერილი ნივთი. ეს იყო ერთი ჩვენი მაყურებლის თხოვნა, რომ გამეკეთები ამაზე ვიდეო და ახლა ვაკეთებ. და ახლა გასწავლით როგორ დავიბრუნოთ eBay-დან თანხა იმ შემთხვევაში თუ ჩვენი გამოწერილი ნივთი არ ჩამოდის ჩვენამდე, ასე რომ ვთქვათ, თავის დროზე. ახლა გადავიდეთ eBay-ზე. აი ეს არის ჩემი eBay-ის გვერდი, უკვე ვარ შესული შიგნით, როგორც იცით. ეს არის ebitesi, რომელიც გვთავაზობს კიდევ დავუმატებ ამ ვიდეოს. მაქვს ვიდეო გადაღებული ამაზე 5%-იან ფასდაკლებას, ანუ cashback-ს ფასდაკლებას. არა უბრალოდ დასაცვადლებთ ნივთს ფასს, მაგალითად $100 თუ ვაძლევთ ამ კოსტუმში, $5 გვიბრუნდება ანგარიშზე ebitesi-ზე და შემდეგ ebitesi ანგარიშთან შეგვიძლია გავიტანოთ თანხა PayPal-ზე, ან ვიყიდოთ eBay-ზე რამე, ასე რომ ვთქვათ. ამაზე მაქვს ვიდეო, ამის ვიდეო აუცილებლად იქნება ამ ვიდეოს ესე მისამართი იქნება აუცილებლად ლინკი დაძაბული კვებით აღწერა, შეიძლება გადახვიდეთ, ნახოთ ვიდეო და დარეგისტრირდეთ eBay-ზე, ასე რომ ვთქვათ და ასე შემდეგ. დააყენებთ ამ დამატებით ესე იგი plugins Google-ში და შემდეგ ჩართავთ აი ესე როგორც მე ჩავრთე. აი 5%-იანი cashback-ი ჩაირთო უკვე და შემდეგ შემიძლია რომ ვიყიდო რამე, ესე იგი eBay-ზე და 5% ჩვენი თანხის დაბრუნდება ჩვენ ანგარიშზე, ასე რომ ვთქვათ უკან. ახლა გადავიდეთ უკვე eBay-ზე განახებთ. ახლა მაგალითად რაც მაქვს მე გამოწერილი ნივთები, ეს გამოვწერე სხვას, ეს რაღაცაები, ეს საათი მაქვს ჩვენს გამოწერილი და ასე შემდეგ. ნუ რაც მაქვს გამოწერილი სულ ერთი სიტყვით ნახოთ, მოდი რიც მოვიდა ყველა ნახოთ. და მაგ თანხა დანაბრუნები ბევრი რაღაციდან, ასე რომ ვთქვათ. ნუ ადრე ვიწერდი ეს უფასო პოსტით და ახლა ეს ყველა გამოწერილი ნივთი არის ფასიანი პოსტით გამოწერილი, ანუ Inex-ით, Inex Group-ით, ვინც ხამიცით. და არის სხვადასხვა კომპანიები, რომელსაც ჩამოვაქვს, ესე იგი, ნუ ფასიანი ჩამომტანი გადამზიდი კომპანიები. და ეს, ნუ, უფრო ჯობია, ასე რომ ვთქვათ, უფრო მალე ჩამოდის. მაგალითად ამერიკაში თუ აქვთ ოფისი და თქვენ რეგისტრირდებით ამერიკის უკვე მისამართით, ის კომპანია გადადებთ ამერიკის მისამართს, მიცხრამარიცით, ამაზე თუ იქნება მოთხოვნა, შემდეგ გავაკეთებ ვიდეოს ცალკე, როგორ უნდა და რა უნდა. რა კომპანიებია, არის ძალიან ბევრი კომპანიები. რეგისტრირდებით უკვე აქ eBay-ზე რო რეგისტრირდებით, უწევთ ამერიკის მისამართს, თუ ამერიკიდან ვიწერთ 2-3 დღეში ჩადის ეს ნივთი უკვე ქართველების ოფისში, ასე რომ ვთქვათ, ამერიკაში და იქიდან უკვე ნუ მაქსიმუმ ერთ კვირაში უკვე ჩამოდის საქართველოში და მიახლოებით აგვიანდება ერთი კვირა, ან ორი კვირა მაქსიმუმ და როცა იწერთ უფასო პოსტით აგვიანდება მინიმუმ ორი კვირა და მაქსიმუმ ორი თვე. ასე რომ ვთქვათ, ესე იგი, ნამე ნივთს როცა გამოვიწერთ, ესე იგი, ერთი თვის მანძილზე უნდა დაველოდოთ ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ ერთი თვე არის ეს აუცილებელი, უნდა გავიდეს და ერთი თვის შემდეგ უკვე თუ არ ჩამოვიდა ნივთი ჩვენამდე, გვაქვს მოვითხოვოთ უფლება, რომ დავიბრუნოთ ფული. ახლა განახებთ როგორ უნდა და რა უნდა. ჯერ გადავამოწმებ რამე თუ არის ისეთი, რომელიც სიტყვაზე უკვე არის გადაგაცილებული. მოდი ჩავთოთ ყველა რა მონაწერი, რაც მაქვს. აქ ბოლოს 64 არ გვინდა, 2016 წელი მივუწოდოთ ლიანად. აქ გამოჩნდება ყველა. რაებიც მაქვს ამონაწერი, ასე რომ ვთქვათ. 2016 წელს მაქვს ეს, მოდი ვნახოთ 2000. ნუ კაი, არ გვინდა. ახლა ვნახოთ, აი ეს ტელეფონი უკვე ჩამომივიდა, ეს საათი ჩამოვიდა, ეს ბიჟუტერიაც ჩამოსული არის. ეს ჩამოსულია. ნუ კარგი, ყველაფერი ჩამოსულია, ჯერ ვადაგასული არც ერთი არ არის, ასე რომ ვთქვათ, ეს 15 ივნისამდე უნდა ჩამოვიდეს, აგერ უწერია 15 ივნისამდე, 8 ივნისამდე, ნუ ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ზოგიერთ რაღაცები ჩამოსულია, ზოგიერთ რაღაცები უკვე წამოსული არის, აგერ შევალე ახლა Inex Group-ზე განახებთ. და ამიტომ ჯერჯერობით აქ ვადაგასილებული არაფერი არ არის. აი აქ ნახეთ გატანილი არის, გამოტანილი აქვს Inex Group-დან 2, წამოსული არის უკვე 3 და ჩამოვა უკვე, ანუ ორშაბათს აქ იქნება მგონი. და მიტანილი არის 1, ეს 1 გამოიგზავნება ახლა ორშაბათს და ჩამოვა ესე 5 დღეში. აგვიანდება 5 დღე ჩამოსვლას, როცა გამოიგზავნება.
რეისები კეთება ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს, ან Index Group-დან, ასე ვთქვათ, ამ საიტიდან, ყველა სხვადასხვა საიტებს აქვს სხვადასხვა პირობები, სხვადასხვა ფასები და ასე შემდეგ. კილო აქ არის კილოს ღირს $7, ამერიკაგერ არის ფასები, $7 თუ ამერიკის მისამართი მაქვს მითითებული, აი ეს მისამართი მაქვს მე ამერიკის მითითებული, ასე რომ ვთქვათ, $7 ვხდი კილოში, არის 100 გრამიანი დამრგვალება, მიახლოებით, ესე იგი, ასე რომ ვთქვათ, თუ ჩვენი გამონაწილე ნივთი არის მაგალითად 50 გრამი, გრალდება 100 გრამად, თუ არის 150, გრალდება 200 გრამად, რა 100 გრამიანი დამრგვალება აქვს. ახლა გადავიდეთ, როგორ უნდა ავიბრუნოთ თანხა, მაგალითად გავიდე ერთი თვე და ეს ნივთი არ მივიდა ჩვენ ოფისში, ნებისმიერ ოფისში, ან უფასო ფოსტით უყავთ, გამოწერილი არ ჩამოვიდა ჩვენამდე. რას უნდა დავაჭიროთ და რა უნდა ვქნათ? მოდი გადავთვალოთ რუსულად, ინგლისურად, რაც მე არ მესმის კარგად. ვაი ეხლა ამ თუჩი ვაჭრეს სხვა რაღაცას ეჭირება. მოდი ეს დავაჭიროთ ჯერ და ეხლა გადავთვალოთ. აი ნახეთ, ესე იგი დავითვალე Yanoko Nepoli Chili Detail. ეს აქ უნდა დავაჭიროთ აუცილებლად 1 2 3 4 5 ვითვლით მე 5 ეხლა გადავალ ინგლისური არ ვიცი კარგად, ამიტომ 1 2 3 4 მე 5-ში აი ამ ესე იგი ვაჭერთ, მაგალითად არ ჩამოვიდა ჩვენთან ნივთი, აი მაგალითად ეს ნივთი არ ჩამოვიდა, გავიდე ერთი თვე. გადავდივართ, აი ვაჭერთ აქ, შემდეგ გადმოვდივართ მე-5 ასე რომ ვთქვათ კატეგორიაში, ანუ მე-5 რიგში და ვაჭერთ აი აქ. მე ხლა ერთი თვე არ არის გასული და შეიძლება სხვა რამე დამიწეროს. ნახოთ რას გახსნის. დავსარგნოთ. თავისთავად, ახლა გეტყვით აქ, როცა უკვე ნივთი გასული არის ერთი თვე, რა უნდა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, აქ გამოჩნდება, ესე იგი, ორი მოსანიშნი, ერთი იქნება მოსანიშნი, ჩვენ გვინდა ფულის დაბრუნება პირველი და აქ ასე იქნება, აქ მონიშნავთ. ორი მოსანიშნი იქნება, ასე რომ ვთქვათ, ერთი იქნება მოსანიშნი, ესე იგი, რომ ჩვენ გვინდა ფულის დაბრუნება, მეორე იქნება მოსანიშნი, რომ ვითხოვ ჩემ ნივთს, რაც გამოვიწერე. და ქვევით იქნება კომენტარის დასაწერით, დაწერთ კომენტარს, ინგლისურად უნდა იყოს კომენტარი, ამიტომ უნდა ვიხაროთ თარჯიმანი, თუ არის ინგლისური თარჯიმაში დაწერთ, შემდეგ გადათარგმნით და დაწერთ ამ მიახლოებით რო სიტყვაზე, მაგალითად ასე იგი ნივთი არ ჩამოვიდა და მე მინდა ისევ ეს ნივთი ან ნივთი არ ჩამოვიდა და დამიბრუნეთ ფული. გააგზავნით. და შემდეგ ელოდებით 3 დღის მანძილზე, ასე რომ ვთქვათ, 3 დღის მანძილზე თუ არ მოგწერათ რამე პასუხი, ესე იგი გამყიდველმა იმ შემთხვევაში უკვე eBay ავტომატურად გიბრუნოთ ფულს თქვენ თვითონ, თუ 3 დღის მანძილზე, ესე იგი მოგწერათ პასუხი, მაგალითად გამყიდველმა მოგწერათ რომ დაელოდეთ კიდევ 10 დღე, ან შეიძლება მოგწეროთ, მაგალითად მე მქონია შემთხვევები, მოუწერია გამყიდველს რომ დაელოდეთ კიდევ 10 დღეო, ან თუ გინდა დაგიბრუნოთ ფულსო, ან მოუწერია ესე იგი თუ არ გინდა დალოდება 10 დღის ლოდინი, ესე იგი შეუძლიათ დაგიბრუნოთ ფული. ერთი შემთხვევა შეუძლიათ კიდევ მოგწერონ რომ მაგალითად, არა, უმეტეს შემთხვევაში ეს არავის არ წერენ პირდაპირ. ზოგი შემთხვევა ყოფილა რომ მომითხოვია არ მინდა ფულის დაბრუნება მეთქი, მომითხოვია რომ მინდა ეს ნივთი რომ ჩამომივიდეს და არის ისეთ შემთხვევები რომ ასე ნივთი არ ჩამოვიდეს და ეგრევე მიახლოებით ერთ დღეში ფულს გიბრუნებენ. ეს ერთი ვარიანტი, შეიძლება კიდევ ერთი ვარიანტი რომ ესე იგი გამყიდველმა მოგწეროთ რომ ესე იგი აი თუ იქნებით თანახმარ თუ არ ჩამოვიდა ნივთი, ხელახლა გამოგიზავნით ამ ნივთს და თუ დაელოდებით მაგალითად ამდენი და ასე ამდენი დღე. თქვენ ეთანხმებით ან არ ეთანხმებით არ აქვს მნიშვნელობა, თუ არ ეთანხმებით თავისთავად ფული გიბრუნებენ, თუ ეთანხმებით თავისთავად ფულს არ გიბრუნებენ. ეს არის ერთი ვარიანტი. იმ შემთხვევაში არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მაგალითად მე მქონია ერთი შემთხვევა, ამაში გავერკვიეთ, ახლა ერთი შეკითხვა იყო კიდო იმ პიროვნებისგან, რომ როდესაც მაგალითად ეს ტრეკინგ ნომერი არ არის მითითებული გამოგზავნიდან, უმეტეს შემთხვევაში, როდესაც იწერთ მithumetes უთითებთ ამერიკის მისამართს და იწერთ ფასიანი პოსტით, ეს ტრეკინგ, ესე იგი ნომერები ავტომატურად არის
აქ მინიშნებული, მაგრამ მე მქონდა შემთხვევა, რომ შესაძაც არ მქონდა ესე იგი ტრეინინგ ნომერი, ამიტომ როდესაც მოდის აქ და დეკლარაცია უნდა შევამცოთ. ნახეთ, ეხლა გასწავლით. მაგალითად, ეს არის დეკლარაცია, მოდით ეხლა გავაკეთოთ რედაქტირება სიტყვაზე. აი, რედაქტირება უყურეთ, ესე იგი დეკლარაციაში აქ კოდი არის და თქვენ აქ ვერ ნახულობთ, ხო? ვერ ნახეთ ეს კოდი, ალბათ ნამდვილად, თუ ვერ ნახეთ, ესე იგი ის არის ის, მე მქონდა ერთი შემთხვევა, ასე ვთქვათ, ერთი რაღაც არ იყო ეს ტრეინინგ ნომერი არ იყო მითითებული, ასე ვთქვათ. და ამიტომ მე აქ კომენტარში პლუს დავამატე, რომ ალბათ არის მეთქი ეს საათი იყო, ალბათ არის, მაგ გამოწერილი ბევრი ნივთები კომენტარში მომაწერე და 1 საათი მქონდა და ამიტომ დავწერე ისიც კომენტარში, რომ აქვს 1 საათი და არ აქვს ტრეინინგ ნომერი, ესე იგი ნომერი მითითებული და ალბათ არის ის საათი მეთქი და არ იყო არანაირი პრობლემა, ჩამოვიდა ის საათი და ნამდვილად ის საათი იყო და იმ შემთხვევაში თუ როდესაც მაგალითად თქვენ გაქვთ რამე 3 ნივთი ისეთი რომ არის გამოწერილი და მაგალითად საუნიც არა აქვს, ხო, ეს ტრეინინგ ესე იგი ნომერი და არის უკვე რომელია, იმ შემთხვევაში მაშინ უნდა მისწეროთ ამ ადმინისტრაციას, მისწერეთ ადმინისტრაციას და კითხეთ რა და რა არის და აუხსენეთ თქვენი სიტუაცია, რომ მაქვს მაგალითად გამოწერილი რა ბევრი ნივთები და არ აქვს ტრეინინგ ნომერი და არ ვიცი რა და როგორ რა არის, ასე ვთქვა და ის მოგწერენ, ალბათ გაგცემენ პასუხს, რა უნდა გაკეთოთ იმ შემთხვევაში და მე როგორც გითხარით, მქონდა ერთი შემთხვევა, რომ მქონდა, ესე იგი, უფასო გამოწერის როცა ვიწერდი, ბევრი იყო თავისთავად ტრეინინგის ნომერის გარეშე და უფასიანი გამოწერით როცა გამოვიწერე, იყო მხოლოდ ერთადერთი საათი, რომელსაც არ ქონდა ტრეინინგ ნომერი და ამიტომ აქ იყო რაღაც სხვა ციფრები ტრეინინგ ნომერში, სადაც უნდა შეიყვანო თქვენი ტრეინინგ ნომერი, იყო სხვა ციფრები და თავისთავად მეც მივხვდი, რომ ავტომატურად იყო ის საათი, იმიტომ რომ არ ემთხვეოდა არც ერთ ტრეინინგ ნომერს და ამიტომ იყო ნამდვილად ის საათი, როცა ჩამოვიდა, რომ ნახე და პლუს აქ კომენტარში დავწერე, რომ ასე და ასე აუხსენ სიტუაცია. არაფერი არ მოუწერიათ, მაგრამ ჩამოვიდა, შეუძლია დავიღე, პრობლემა არ იყო არაფერში, არ შემექნა ასე ვთქვათ. და ეხლა, ალბათ გასაგებად აგიხსენეთ, როგორ არის, რა არის. თუ ესეთ შემთხვევა შეგეთქვათ, როცა ესე ბევრი რაღაც არის გამოწერილი და ტრეინინგ ნომერი არ აქვს მითითებული გამყიდველს, იმ შემთხვევაში არის ზუსტად რა არის და რომელი არის, ასე ვთქვათ, იმ შემთხვევაში მიწერეთ მაშინ ადმინისტრაციას, საერთო ადმინისტრაციას, ან დაურეკეთ და ისინი გაარკვევენ რა და როგორ უნდა მიიქცეთ შემდეგ. ფულის დაბრუნებაზე აქ არის 100%-იანი ფულის დაბრუნება, არა გაქვთ ფულის დაბრუნებაზე პრობლემა, უბრალოდ მე შემეხვდა ერთხელ კიდევ ესეთი პრობლემა გამოვიწერე. ესე იგი, ასე ვთქვათ, კურტკა, ეს კურტკა არ ჩამოვიდა ფულის დაბრუნებაზე, ესე როცა მივწერე, ესე იგი ინგლისური რომ არ ვიცი, კარგად, თარჯიმანი ვიხმარე, თარჯიმანით მე შემდეგ უკვე რო გადავთარგმნე უკეთესად, გამომდიოდა ესე იგი მინაწერი ესე, რომ კურტკა ჩამომივიდა მეთქი და ფული დამიბრუნეთ. და ამიტომ ამ შემთხვევაში რომ წაიკითხა EBA-ის საიტმა, ადმინისტრაციამ, ასე ვთქვათ და იფიქრა ალბათ ეს სუნელი არისო, კურტკა ჩაუვიდა და კიდევ ფულს ითხოვსო და ამიტომ ფული არ დამიბრუნა, ამ შემთხვევაში კიდევ არის საშუალება PayPal-ის მეშვეობით შემდეგ კიდევ ასე ვთქვათ, მოვითხოვოთ ფულის დაბრუნება და უკვე PayPal-ის მეშვეობით როცა მოვითხოვეთ ფულის დაბრუნება, ეგრევე ფული დამიბრუნენ, ამიტომ რომ არის ჩემი აზრით ყველაზე ფულის დაბრუნებაში ყველაზე ნადიოშნი 100%-ით არის EBA-ის თავის გარანტია, პლუს კიდევ PayPal-ს თავის გარანტია, ამიტომ არის აქედან გამოწერა უსაფრთხო, ჩემი აზრით, აგიხსენით PayPal-დან როგორ უნდა ეხლა ვნახოთ, შევიდეთ PayPal-ზე, თუ მივაგენი იმ სხვა, იმიტომ რომ ის ცოტა არის რთული მენიუ. განახებთ იქ სად უნდა შეხვიდეთ, რომ მოითხოვოთ ფულის დაბრუნება. ეხლავე ჩაიტვირთოს ჩემი PayPal-ი, ასე რომ ვთქვათ. აი ჩაიტვირთა, როგორც უყურეთ, გაყიდვები, ჩარიცხვები, ასე შემდეგ. ეხლა ვნახოთ, მაგალითად ეს ტავარი ტრეინინგ იმდენ მოდი გადავსაკუთრებთ მაინც რუსულად, უფრო ადვილად მივაგნებ. მაგალითად ვნახოთ ეს ეს ჩამერიცხა ფული და ის არის, ეს არ გვინდა. აი აქ არის დავაჭერთ, ვნახოთ ცენტრი, აქ დააჭერთ ცენტრი შენია პრობლემა EBA-ი, თუ გჭირდება დახმარებაო
მოდი გადავიდეთ აქ ნახოთ რა ხდებოდა, როგორ ხდება ეს დამიბლოკა კოდოვა, მოდი ნახოთ ახლა გახსნეს უკვე. აქ თავისთავად მიწერს, შეხედეთ, პერევესტინა რუსკი. მაგალითად ეს არის, მე არ მომივიდა ჩემი ტავარი, აქ მონიშნავთ, გააგრძელებთ და შემდეგ მიყვებით ინსტრუქცია ჩვეულებრივად, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაინტერესებს, აქ არის კიდევ სხვა რაღაც. აქ არის კიდევ, მოდი ვნახოთ. აი ეს არის უკვე eBay-ის, ესე იგი eBay-ის გარანტია. PayPal შეუძლია თქვენი პრობლემის და ესე იგი შეკვეთის მოგვარება, ასე ვთქვათ, დააჭერთ აქ და შემდეგ მიყვებით ინსტრუქციას, არც აქ არ არის ესე პრობლემა, ან თუ გინდათ აქ დააჭერეთ, თუ არ მიიღეთ თქვენი გამოწერილი ნივთი, ან მიიღეთ არასწორი ნივთი, ან სხვა ნივთი, ან ბრაკი, ასე ვთქვათ. და არ მიიღეთ კომპენსაცია eBay-ისგან, იმ შემთხვევაში აქ უკვე აჭერთ, ესე გავხსნათ საჩივარი და ამ შემთხვევაში PayPal ჩვენ გვიბრუნებს უკვე ნივთს, ნივთს უბრალოდ ფულს, უკვე 100%-ის გარანტიით. პლუს eBay-ის გვიბრუნებს, არ აქვს პრობლემა, არ შექმნა პრობლემა იმ ერთი შემთხვევის გარდა, რომელიც გითხარით. და ასე შემდეგ, ეხლა კი ამითი გემშვიდობებით ყველას, მე მგონი ყველაფერი გააგებიეთ, თუ რამე ვერ გაიგეთ, კიდევ მომწერეთ კომენტარებში და შევესწრები, გაგარკვიოთ უკეთესად. და ეს თუ იქნება მოთხოვნა კომენტარებში, სხვადასხვა ფასიანი, ესე იგი, საიტების შესახებ, როგორ უნდა დავრეგისტრირდეთ, როგორ უნდა გავაკეთოთ და რა უნდა ვქნათ, გადავიღებ ვიდეოს, როგორ გამოვიწეროთ ფასიანი, ესე გამოწერით, ასე ვთქვათ. გადავიღებ ვიდეოს აუცილებლად თუ იქნება მოთხოვნა იმ ვიდეოს შესახებ და ესე იგი, ასე შემდეგ. ახლა კი გემშვიდობებით, აბათროებით, თუ მეგეძონათ ვიდეო და ლაიქეთ, გამოიწერეთ არხი, იყავით ჩვენთან ერთად და აბათროებით მომავალ შეხვედრამდე.